მის ნაწარმოებებში ისტორიული ცნობიერების როლი ძალზე დიდია. ნოსტალგიის ფარული სიბრძნე შეუსწავლიათ მის პერსონაჟებს და ფართო ადამიანურ დიაპაზონს თავის თავშივე აცხოვრებენ. ოთარ ჭილაძეს ეძღვნება დღევანდელი ლიტერატურული პანორამა. ტრადიციულად ჩვენთან ერთადაა პროფესორი გურამ ბენაშვილი. მოგესალმებით ბატონო გურამ, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მადლობთ მოწვევისათვის. მოდით იმით დავიწყოთ, თუ როგორ შემოვიდა ქართულ მწერლობაში ოთარ ჭილაძე. ოთარ ჭილაძის შემოსვლა ქართულ მწერლობაში ალბათ ძალზედ ლოგიკური იყო და ალბათ აუცილებელიც, რადგან საჭირო იყო მწერალი, რომელიც რაღაც განსაკუთრებული სამყაროთი შემოვიდოდა ქართულ პროზასა და პოეზიაში. რაღაცით სიახლეს შემოიტანდა კვლავ აი იმ დიდ და მნიშვნელოვან ნაკადში, რომელიც მე-19 საუკუნიდან მომდინარეობდა და რომელიც აი გალაქტიონისა და კიდევ სხვა მისი ასე ვთქვათ თანამონაწილეების ასე ვთქვათ დამსახურებით შეიქმნა და განვითარდა, მაგრამ საჭირო იყო პროზაში, ესე იგი, ახალი და მნიშვნელოვანი სიტყვის თქმა იმ სიღრმისა, იმ მასშტაბებისა, რა მასშტაბების აუცილებელი იყო ქართული ცნობიერებისათვის, ქართველისათვის საერთოდ, მისი სულიერი განვითარებისათვის, მისი ამაღლებისათვის. ოთარ ჭილაძის არც ერთი ფრაზა სხვათა შორის არ არის ის, რასაც ასე ვთქვათ გაცვეთილი, ძველი ასე ვთქვათ განმეორებას ნიშნავს და რაღაც გარკვეულად ასე ვთქვათ გადამღერებას ნიშნავს აი იმ დიდ მწერალთა ესე იგი შემოქმედებისა. სრულიად ორიგინალური, სრულიად თავისთავადი, არავის მსგავსი და იმავე დროს რაღაც საოცრად ასე ვთქვათ შთამაგონებელი ქართველისათვის, ეროვნული განცდით აღბეჭდილი ქართველისათვის მე ეს მინდა განსაკუთრებულად ხაზი გავუსვა ამას. ესე იგი იგრძნობს, რომ შემოვიდა მწერალი, რომელმაც მას უნდა უკარნახოს, რა არის სამსახური სამშობლოსათვის, რა არის ადამიანთა საერთოდ სიყვარული და სიკეთით სავსე რაღაცა გული ადამიანისა. არის ესე იგი ძალზედ რთული ცხოვრება, რომ არის ძალზედ მნიშვნელოვანი ის, როგორ შეუერთდები მას. ეს ძალიან რთულია მწერლისათვის, რომ აღწერო ისე, რომ დააინტერესო მკითხველი და შენში დაინახოს ესე იგი ერთგვარი სულიერი მასწავლებელი თავისა. აი ასეთი ძლიერი ნაბიჯებით შემოდის ოთარ ჭილაძე, შემოდის სწორედ იმ დროს, როდესაც ქართულ მწერლობას სხვათა შორის არაერთი და ორი შესანიშნავი პროზაიკოსი ჰყავს. აი ამ საერთო ანსამბლში მისი შემოსვლა იყო რაღაც საოცრად ისეთი ახალი ნაბიჯებისა და ახალი სულიერების, ასე ვთქვათ, აღმოცენების საოცარი სიმპტომი. აი ამიტომ არის ოთარ ჭილაძე განსაკუთრებული მოვლენა მე-20 საუკუნის ქართულ მწერლობაში. ალეგორიულ ხილვებში წარმოდგენილი სამყარო ტრადიციულ კულტურულ ღირებულებებს როგორ ასხივებს ოთარ ჭილაძის შემოქმედებაში? აი სწორედ ტრადიციული კულტურული ღირებულებები, სულიერი ღირებულებები, ადამიანური ღირებულებები სრულიად სხვა, ასე ვთქვათ, სამოსელით შემოდის თითქოს ესე იგი ადამიანის ცნობიერებაში. ის ახალია, ის ცდილობს აღარ გაიმეოროს ის, რაც კლასიკად იქცა, რაც ძალზედ მნიშვნელოვანი და ალბათ მარადიულია ქართველისათვის საერთოდ. მაგრამ საჭირო არის მწერლობაში კიდევ ახალი ნაბიჯის გადადგმაც. დრო მოითხოვს ახალს, რამაც კიდევ ახალი გზნებით უნდა აანთოს რაღაც სული ესე იგი ადამიანისა. აი ოთარ ჭილაძე აი ესეთ ნოვაციად, ასე ვთქვათ, მოევლინა საქართველოს როგორც ძალზედ სერიოზული მწერალი, როგორც ერთი ისეთი მნიშვნელოვანი და დიდი ფიგურა მე-20 საუკუნის ქართული მწერლობისა, როგორც ჭეშმარიტი კლასიკოსი ესე იგი ქართული მწერლობისა. ძალზედ დიდი იყო დიაპაზონი მისი აზროვნებისა, ძალზედ მნიშვნელოვანი იყო ის სიღრმეები, რასაც იგი რეალურ ცხოვრებაში ხედავდა, საოცარ კონცეფციებს ამკვიდრებდა ოთარ ჭილაძე ქართულ მწერლობაში. ეს დიდი მასწავლებელია საერთოდ ესე იგი მე-20 საუკუნის აი ამ მკითხველისა. აი ასეთი არის ოთარი. ოთარის
მოსვლა ქართულ მწერლობაში ეს იყო დიდი საჩუქარი უფლისა, რომ ისე იგი მოვიდა ის მწერალი, რომელმაც გამოაცოცხლა, რომელმაც ახალი, ასე ვთქვათ, განცდით აღავსო ქართველი მწერლის მიერ წარმოდგენილი სინამდვილე, აი რეალური მოვლენების პირველ სახედ როგორ შეიძლება მივიჩნიოთ? რეალობა მისთვის ეს იყო მხოლოდ იმპულსი, რომელსაც ესე იგი მწერალი აუცილებლად უნდა ჩაუკვირდეს და უნდა შევიდეს იმ სიღრმეებში, რაც ამ რეალობის, ასე ვთქვათ, მიღმა არსებობს. აი ის მიღმა, რომელიც ამ რეალობას ამოძრავებს სხვათა შორის, მაგრამ რომლის გამოჩენა თავისთავად თითქოს მხოლოდ და მხოლოდ მწერალსა და დიდ მწერალს შეუძლია, დიდ მოაზროვნეს შეუძლია. რეალობა თავისთავად ოთარ ჭილაძის ცხოვრებისა ის, რა ცხოვრებაში მან იცხოვრა, საოცარი წინააღმდეგობებითა და მოვლენებით იყო გამსჭვალული. დიდი დამრიგებლურია საერთოდ ოთარ ჭილაძის პროზა. ოთარ ჭილაძე წერს იმიტომ, რომ ასწავლოს, შთააგონოს, უთხრას ის, რაც მხოლოდ მწერალს, დიდ მწერალს შეუძლია თავისი ერისა და თავისი ხალხისათვის გააკეთოს. რაღაც დიდი მოკარნახია იგი საერთოდ ესე იგი ქართველისა და აი ამ თვალსაზრისით ის არის რაღაც ალბათ განუმეორებელი მე-20 საუკუნის ესე იგი ქართულ ლიტერატურაში. მე ვთვლი რომ მისი სახით ჭეშმარიტი კლასიკოსი დაებადა საქართველოს მე-20 საუკუნის კლასიკოსი. არ იყო შემთხვევითი რომ იგი თვით მსოფლიომაც გაიცნო, რომ მას ძალიან აფასებდნენ, რომ იგი წარდგენილი იყო ნობელის პრემიის, ესე ვთქვათ, კანდიდატად და იქნებოდა პირველი ქართველი მწერალი, რომელიც ნობელის პრემიას, ასე ვთქვათ, მიიღებდა და დაიმსახურებდა. აი ასე მე ჩვენ ესე იგი ყველა ველოდით ლიტერატურის ინსტიტუტის ჩაერთო მის ნობელის პრემიაზე წარსადგენად, ჩვენი დახასიათებაც იყო იქ, ჩვენი განსაკუთრებული ესე ვთქვათ, სიყვარული და აღფრთოვანება მისი შემოქმედებით გერმანელმა გადასძალა, ესე იგი გერმანელმა მწერალმა და მან მიერ მიიღო ეს ნობელის პრემია, მაგრამ ალბათ ჩვენთვის ის ნობელიანტიც კი არის. ასეთი არის ესე იგი ოთარ ჭილაძე. სხვათა შორის არა მარტივად აღსაქმელი, მას ცოტა გამოცდილი კითხველი სჭირდება. სწორედ ეს მინდა გკითხოთ ახლა ბატონო გურამ, არა ერთი ეპოქების კონცეპტუალური აღქმა, როგორც მისი შემოქმედების მთავარი მახასიათებელი და კიდევ აი მისი პერსონაჟები როგორ ეძებენ სივრცეს. რთული მწერალიაო ბრძანეთ. როგორ იკვეთება სივრცე მწერალსა და მკითხველს შორის. რა თქმა უნდა, მე არ მინდა ძალზედ გავამძაფრო ის სირთულე, რომელიც ოთარ ჭილაძეს აქვს. მას ყველა უნდა კითხულობდეს, რა თქმა უნდა, რადგან მასში არის ისეთი მომენტები, რომელიც ყველასთვის გასაგები არის. თუმცა კი არის რაღაც გართულებები აი ამ ნაწარმოების სხეულში. მაგრამ თავარი იცით რა არის? თავარი ის არის, რომ აი ვინც ბოლომდე ვერ გაიგო, იმისთვისაც კი რაღაც საოცრად მნიშვნელოვანი და საინტერესოა. მე არ მინახავს, არ შემხედრია ადამიანი, რომელიც კითხულობს და რომელიც წიგნიერია, რომ აღფრთოვანებული არ იყოს ოთარ ჭილაძის პოეზიით, მისი პროზით. მას ახსენებენ რაღაც საოცარი დიდი მოწიწებითა და პატივისცემით. ფიქრობენ, რომ ის აი სწორედ ის კლასიკოსია, რომელმაც გააბრწყინა მე-20 საუკუნის ქართული მწერლობა, რომელმაც შექმნა ახალი ეტაპი ქართულ მწერლობაში. მწერლობამ დიდი როლი შეასრულა, დიდი, უეჭველად დიდი, აი იმ დროს, როდესაც საქართველოს ძალიან უჭირდა, აი ამ მომენტში, აი ამგვარი მწერლის წარმოჩენა, ეს უდიდესი, ასე ვთქვათ, აი ღმერთის საჩუქარია, იმიტომ რომ მწერლობა ქმნის რაღაც ერის ბუნებასა და ხასიათს. ეს მომენტი, ესე იგი, ოთარ ჭილაძეში რაღაც საოცრად, ესე ვთქვათ, აი ნათლად და მნიშვნელოვან ჩანს. დაამთავრებ, ესე იგი, წიგნს, რაღაც კიდევ კარგახანს დახურებ, ესე იგი, ამ წიგნს, რა მოგცა ამ წიგნმა და ამ მოთხრობამ თუ ამ ლექსმა. რაღაც საოცარი ადამიანს თუ უყვარს ლიტერატურა, ის კიდევ უფრო საინტერესო და კიდევ უფრო ბედნიერია იმით, რასაც სიცოცხლე ქვია ამ ქვეყანაზე. განცდები და ემოციები ოთარ ჭილაძესთან როგორი იდუმალია და განსხვავებული. არავის არ იმეორებს ის. ჩვენ დიდარი პროზა გვაქვს, საერთოდ ეროვნული პროზა და აი უცნაურია და განსაცვიფრებელი, რომ იგი ამოვარდნილია თითქოს აი ამ საერთო სტილისტიკიდან. რაღაც ახალი მოიტანა მან.
ეს რაღაც იშვიათია წერალი, რომელიც სრული სიახლით მოდის საერთოდ ესე იგი მწერლობაში. შემოვიდა რაღაც საოცრად ხავერდოვნად, იცი? აი შემოვიდა ისე, რომ ნამდვილ მკითხველს ესე იგი რაღაც აუვსო სული და გული. დიდი როლით შემოდის ესე იგი ოთარი ქართულ მწერლობაში. მისი პირველივე ლექსით ჩანდა ის, რომ აი მწერლობაში ახალი სიტყვა და ახალი ხმა შემოვიდა, რომ მასთან ერთად ყოფნა ბედნიერება არ არსებობს ოთარისათვის ფრაზა, რომელიც არ იყოს მნიშვნელოვანი და საინტერესო. გულიდან და სულიდან ამოსული შენი სათქმელი, ეს ისეთი უნდა იყოს, რომელიც გაათბობს ადამიანის გულს, რომ ცხოვრება რთული, უზარმაზარია, ესე ვთქვათ, დიდი აისბერგია, რომელიც უნდა გადაალახო, რომელიც უნდა გადაიტანო. ამიტომ ეს იგი შენმა ფიქრებმა და შენმა ოცნებებმა რაღაც ადამიანური სახე უნდა მიიღონ და ის სახე უნდა მიიღონ, რომელიც სხვებსაც შეაყვარებს შენს თავს. ოთარი მასწავლებელია თავისი შემოქმედებით. მე მიკვირს ესე იგი ამ ადამიანში როგორ მოთავს და აი იმდენი რამაც ესე იგი სრულიად შესცვალა მრავალთა და მრავალთა ცხოვრების ალბათ სააზროვნო წესში. არ ვიცნობ ადამიანს, რომელიც აღფრთოვანებული არ იყოს ოთარ ჭილაძის პოეზიით, ოთარ ჭილაძის პროზით, ოთარ ჭილაძის სახით და კიდევ რამოდენიმე მწერლის სახით. მე-20 საუკუნემ რაღაც საოცარი სიამაყით გახედა მომავალს და ამავე დროს შეურცხვენელი, ასე ვთქვათ, ბუნებითა და სულითა და თვალებით მოიხედა უკან აი იმ კლასიკური, ესე ვთქვათ, მწერლობისაკენ, რათა მამების აზრიც გაეგო თითქოს მათ შექმნეს თუ არა ის, რაზეც ისინი ოცნებობდნენ. არსებობს ასეთი შეფასება, ბატონო გურამ, რომ ოთარ ჭილაძის შემოქმედება იყო მისივე ცხოვრების მორალური პარადიგმა. რა იყო ეს ფენომენი? ოთარ ჭილაძის ფენომენი ქართულ მწერლობაში. სამშობლოს სიყვარული, სამშობლოზე ზრუნვა, სამშობლოზე ფიქრი, სამშობლოზე, ასე ვთქვათ, ცრემლისა და ლოცვაც. აი მწერალი ეს იგი ეს არის. ოთარის ბედნიერება სწორედ ის იყო, რომ ის აი ასეთი პიროვნება იყო. მე ახლა ვიცნობდი ახლოს ოთარს. მქონდა ძალიან კარგი და ესეთი მეგობრული ურთიერთობა. მახსოვს მის ესე ვთქვათ შემოქმედებაზე წერილი მქონდა მე ლიტერატურულ საქართველოში და საღამოს მირეკავს ოთარი. თამაზე ართმევს ტელეფონს რომ მე ვეტყვიო და გამანებეკაცო მე ჩემზე უნდა უთხრა და ჯერ ჩემი მათქმევინე და მე შენ უთხარი. დიდი მადლობა გურამ და ასე და ისე გავიხარე ისე. აი ასეთი იყო ოთარი თავმდაბალი სხვათა შორის. არა პოპულარიზაციის რაღაც მოყვარული ლექსები თუ ის რომანები, ეს მისი უზარმაზარი საჩუქარი იყო საქართველოსათვის. აი ამიტომ მადლობა ეკუთვნის მას და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე ძალიან გული მწყდება რომ ის ნობელის პრემიის გარეშე დარჩა, რადგან ეს იქნებოდა აბსოლუტურად ლოგიკური, ესე იგი, აი იმ დიდი საქმისა, რაც მან თავის სამშობლოს და რაც საერთოდ მსოფლიოს გაუკეთა, იმიტომ რომ ეს დიდი მასშტაბის მწერლობა ეს გერმანელისათვისაც და ინგლისელისათვის თუ ფრანგისათვის აბსოლუტურად ესე იგი ისეთი იქნება, რომელსაც დაეწაფება და რომელსაც ესე იგი უეჭველად დიდი სიამოვნებით წაიკითხავს და დაამახსოვრდება კიდევაც დიდხანს. ასე რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აი ეს დიდი ტკივილი მაქვს, რომ იგი აი ესე დააქუჩა ჩვენ ნობელის პრემიის პირველი ქართველი ნობელიანტი იქნებოდა. მე არ მინდა ისინი დავაცილო, ასეთვე საოცრად საყვარელი და ძვირფასი და დიდებული მწერალია თამაზ ჭილაძე, მისი ძმა. როგორი ურთიერთობა ჰქონდათ მათ ერთმანეთთან, ოთარზე იყო გადაგებული, რომ ოთარის მიმართ იყო რაღაც საოცრად, მოდი ოთარზე გავაკეთოთ რამე, მოდი ოთარი იყო მისი ეს თქვა თუ პირველი სახელი ამ ქვეყანაზე. აი ესეთი ძმობა, აი ესეთი სიყვარული, ასეთი ოჯახი მათი, წყნარი, მშვიდი, ადამიანური, რაღაც ფიქრით სავსე ოჯახი. და გამოვიდა ორი ბრწყინვალე მწერალი, ოთარი და თამაზი. ეს ალბათ უნიკალურია საერთოდ ისე იგი ქართულ მწერლობაში, რომ ორი კლასიკოსი ყოლოდეს ესე იგი ერთ ოჯახს ალბათ. აი ესეთი ბედნიერება სწორედ ამ ჭილაძეების ოჯახში. ქართულ პოეტურ კულტურას სამყაროს ლირიკული აღქმის ახალი შესაძლებლობები როგორ შემატა ოთარ ჭილაძის შემოქმედება? ნამდვილად შემატა.
ოთარ ჭილაძე არ იმეორებს არავის. ეს არის მხოლოდ ოთარ ჭილაძისეული პოეზია, ლირიკა, რომელიც თავისი ფორმითაც, თავისი ემოციებითაც, თავისი სულიერი, ასე ვთქვათ, განჟითა და ამაღლებითაც სრულიად ორიგინალურია. ორიგინალურია, ესე იგი, როგორ შეიძლებოდა ასეთი მდიდარ ქართულ ლიტერატურისა და პოეზიის, ამ ლირიკის, ასე ვთქვათ, სამყაროში ორიგინალური ყოფილიყავი. ეს საოცრად ეცეთი გძნელია. რაღა არ ითქვა საერთოდ ლირიული ქართულ პოეზიაში, მაგრამ აი ოთარმა ახალი, სუნთქვათ, ახალი განცდა შემოიტანა რაღაც ქართულ ლირიკაში. მხოლოდ ოთარისეული ეძებს იმას, რაც ესე იგი ჯერ დაუნახავია, რაც ჯერ განუცდელია, რაც ჯერ ესე იგი იმგვარად არ არის, ასე ვთქვათ, ათვისებული, როგორც ამას ლირიკა ითხოვს. ამაშიაც ნოვატორია იგი საოცრად. ოთარ ჭილაძის ლირიკა არ გავს არც ერთი პოეტის ლირიკას. მაშინვე მიხვდები, რომ ეს ოთარ ჭილაძეა, თუ კი გარკვეული ხარ საერთოდ პოეზიაში. სიტყვებიც კი რაღაც ისეთი მოძებნილი სიტყვებია, რაღაც მხოლოდ ოთარისეული, მაგრამ ის გააპოეტურა, რაღაც საოცარი ლირიული განცდა და სილბო მიანიჭა რაღაც ამ სიტყვებსაც. მისი არახმაურიანი, არა რაღაც ისეთი პომპეზური ცხოვრება, ისეთი ჩუმი, წყნარი, ადამიანური, აი იმგვარად ესე ვთქვათ, გაატარა თავისი ცხოვრება, შესანიშნავი ოჯახით, შესანიშნავი საერთოდ ესე იგი მეგობრებითა და ახლობლებით იყო, იმიტომ რომ ესე იგი საქართველოს, ასე ვთქვათ, გაეხარებინა, რომ საქართველოს აღეფრთოვანებინა. აი ასეთი ოთარ ჭილაძე გვყავდა ჩვენ. თქვენ წერთ მისი სადა და უხმაურო ცხოვრება სრულიად მიეძღვნა ლიტერატურულ ფიქრსო, თანამედროვეობის ანალიტიკურ ჭვრეტასო. რას ნიშნავს, ბატონო გურამ, ცხოვრება მიუძღვნა ლიტერატურულ ფიქრს? ოთარ ჭილაძე იყო ლიტერატურა. მოვიდა იმიტომ, რომ ეთქვა ის დიდი სათქმელი, იმ კატეგორიის, ასე ვთქვათ, შემოქმედია, რომელიც არ დაავიწყებს მე-20 საუკუნეს არასოდეს ადამიანს. სრულდება ჩვენი დღევანდელი გადაცემა, კიდევ ერთხელ მადლობა მონაწილეობისთვის. ოთარ ჭილაძეს ეძღვნებოდა დღევანდელი ლიტერატურული პანორამა. საუბრობდით იმაზე, თუ როგორ მიეძღვნა მისი სადა და უხმაურო ცხოვრება ლიტერატურულ ფიქრს, თანამედროვეობის ანალიტიკურ ჭვრეტას. დიახ, ეს მხოლოდ მას შეეძლო ეთქვა. მე ყველა სიტყვის წარმოთქმა მტანჯავს. თვალს ყოველდილით ტკივილით ვახელ და სანამ ქარი მისინჯავს მაჯას, მიშვერილი მაქვს წვიმისთვის სახე. მომავალ შეხვედრამდე.